რთულია ხოლმე, როდესაც დამოუკიდებლად ცხოვრობთ და შეელიოთ ამ თავისუფლებას და შექმნათ ოჯახი. გაგიჭირდათ ამ ნაბიჯის გადადგმა? სული იყო იმის გამო, რომ ძალიან გაჭირებული ცხოვრება და მსახიობებს ძალიან უჭირდათ, ძალიან მაგრამ მე ეს რო არ გავუმენახა ეს ბრიგადას ვეძახდი ჩვენ და საფულობით თუ არ შიფშიც მოვდებოდი. მაინც არ მყოფნიდა ეს რაც გეუბოდა. აბა აი ესეც ამიტომ ვიკავებდი თავს кайხანს და ბებია შემი ჩამოწოდა ცოლი მოიყვალე. რამდენი წლის იყავით მაშინ? 28. 28 ხო, პატარაც არ იყავით უბრალოდ. რამდენ წელს გაგრძელდა ოჯახური თანაცხოვრება? მალევე დაშორდით თუ დიდხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი? არა. ერთი 12 წლის. ხო, ანუ ცოტა ხანს არ ყოფილხართ ერთად. მეორედ გაგიჭირდათ ამ ნაბიჯის გადადგმა თუ მარტივად? არა, მარტივად. მარტივად შეძლებთ. ეხლა მეუღლე არ ამყავს გარდა მესო. გარდაცვლილია. 39 წლის იყავით, როდესაც თქვენ ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა. 16 წლის შვილი დაკარგეთ. ავადმყოფობდა თუ რა მოხდა? აი მაშინ დავიწყე მოწევა. და მე მაგრა დავიწყე მოწევა. მე პედაგოგად მუშაობდი მე თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე და იქ დავიწყე შემოქმედებით პროცესში. ხო. სასიამოვნოა რო ეწევი და ბატონ ლეო რამდენს ეწევი და მართლა ბეშო ეწევი და დაემართა იმპარტი. იმპაქტი გადაიტანა. გადაიტანა. და დაანებით, მე შეწყვეტეთ. დავანები ხო და ეხლა არც ვიხედები. ხო, ეს ძალიან კარგია. შვილის ტრაგედიის გადატანაში თეატრი დაგეხმარათ და მუშაობაში ჩართვა? ხო, მაშინ პატარა ჯგუფი ჩამოაყალიბეს ირაკლი უჩანეიშვილის ხელმძღვანელობით და ამიყვანეს მე ფორტეპიანოზე დამკრულად და მოგრადით რას კონცერტებს ვატარებდით ხოლმე. რთული იყო სამუშაო რიტმში ჩართვა ამ ამბის მერე, დეპრესიული ფონიც გექნებოდათ? სცენაზე რო გადიხარ, ყველაფერი გავიწყდებ. ხო. გატაცებული ხარ მხოლოდ იმ საქმით. თუმცა ძლიერი უნდა იყოთ, რომ დაგავიწყდეთ ყველაფერი და მთლიანად როლში შეხვიდეთ.